თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს რეორგანიზაციის შემდეგ ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. თეატრის დას ნანუკა ხუსკივაძე და ზაქრო რაზმაძე ხელმძღვანელებენ. შორნა კობალიაშვილი გიამბობთ. თელავის თეატრის დიდ ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება ახალ სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად. ნანუკა ხუსკივაძის ნომერ პირველი მისია ახლა ისტორიული თეატრის მემკვიდრეობის დაცვა და დიდი თეატრალური ტრადიციების ღირსეულად გაგრძელება იქნება. კულტურის სამინისტრომ თეატრის დას ახალ სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად თეატრის დირექტორიც წარუდგინა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ როგორც დირექტორი ინფრასტრუქტურულ ნაწილში სრულად გამართავს თეატრს და ჩვენ ამაში ხელს შევუწყობთ, ისე ქალბატონი ნანუკა ახალ სულ შთაბერავს აქაურობას და თელავის თეატრი ძველი დიდებით განაგრძობს მუშაობას. დიდი პატივია ჩემთვის აქ ყოფნა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაღაცნაირად ღირსეულად წარდგეს თეატრი მაყურებლის წინაშე, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა. უკვე დაგეგმილია თეატრის შენობის განახლებისა და თანამედროვე სტანდარტების ტექნოლოგიური აღჭურვის გრძელვადიანი პროცესი. სიახლეა თეატრის დასის შემადგენლობაშიც. თელავის თეატრს 6 ახალი მსახიობი შეემატა. იყო გარკვეული პრობლემები ინფრასტრუქტურის კუთხით და ამ ეტაპზე მე შემიძლია გითხრათ, რომ ტენდერი უკვე ჩატარებულია და მიმდინარეობს სახურავის რეკონსტრუქციული სამუშაოები. შემოდგომას ახალი სიახლეებით შევხვდებით ჩვენს გულთბილ მაყურებელს. ენერგია და ძალა ახალგაზრდებშია. მე მივესალმებ მათ, მივესალმებ ნანუკას ჩამოსვლას, მივესალმები ყველას, ვისაც უნდა თელავის თეატრის აღორძინება და ფეხზე დადგომა. როგორც ვიცი, ზოგადად საქართველოში კი არა, კავკასიაში პირველი თეატრია. ძალიან სასიამოვნოა აქ ჩამოსვლა, აქ მუშაობა. და ამასთან ერთად ნამდვილად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ჩემი მხრიდან ყველაფერს ვეცდები. ახალი სამხატვრო ხელმძღვანელისთვის განახლებულ დასთან ერთად ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პირველი სპექტაკლის პრემიერა ვაჟა-ფშაველას ალუდა ქეთელაური იქნება.